2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნახევარკუნძული ამიერიდან და სამუდამოდ რუსეთის ნაწილი დარჩება. თუმცა 12 წლის შემდეგ და ეს დაპირება პუტინისთვის სულ უფრო შეუძლებელი ჩანს შესასრულებლად. როდესაც უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების თავდასხმები რეგიონზე ძლიერდება, როდესაც მისი მომარაგების გზები იჭრება და ნახევარკუნძული უპრეცედენტო კრიზისში ვარდება, რუსეთის კონტროლი ყირიმზე ახლა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. სინამდვილეში პუტინმა თავად შეიძლება ოფიციალურადაც კი დაკარგა იმედი, რომ რეგიონს შეინარჩუნებდა. და ამას მისი ხალხის ქმედებებიც ამტკიცებს. ისტორიკოსებისთვის ეს მოვლენები მათთვის სიურპრიზი არ იქნება. ბევრ დიდ გლობალურ ძალას საუკუნეების განმავლობაში დაუკავებია ყირიმის ნახევარკუნძული, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მისი სამუდამოდ შენარჩუნება. რეგიონის ყველაზე ადრეული დოკუმენტირებული შეჭრა თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის 513 წლით. მაშინ სპარსეთის იმპერია დარიუს პირველის მეთაურობით დაიწყო მასშტაბური ლაშქრობა ამ რეგიონში. საუკუნეების განმავლობაში კონტროლი გადავიდა ბერძნების, რომაელების, თვით ბიზანტიის იმპერიის ხელში. ყირიმის პირველი დიდი ალყა 14 საუკუნეში მოხდა, როდესაც ოქროს ურდოს მონღოლთა ძალებმა გენუელების მიერ კონტროლირებადი ქალაქი კაფა სამიზნედ აირჩიეს, რომელსაც დღეს ფეოდოსია ეწოდება. მონღოლებმა ალყა შემოარტყეს და თავს ესხმოდნენ ქალაქს. 1343 წლიდან 1346 წლამდე, სანამ საბოლოოდ შავი ჭირის მასიური აფეთქება არ დაატყდა თავს. არ სურდათ ალყის მოხსნა და სახლში დაბრუნება. შემტევებმა ამის ნაცვლად მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ბიოლოგიური ომის მაგალითი განახორციელეს. მათ ქალაქში შავი ჭირით დაავადებული გვამები ისროლეს კატაპულტით, რამაც გენუელებს გაქცევა აიძულა და შავი ჭირის გავრცელება გამოიწვია მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ყირიმმა კიდევ მრავალი ალყა, შემოსევა და მამაცური, მაგრამ საბოლოოდ უშედეგო ბოლო მცდელობები ნახა. მაგალითად იყო სევასტოპოლის ლეგენდარული ალყა, რომელიც ყირიმის ომის დროს მოხდა და თითქმის 1 წელი გაგრძელდა. 1854 წლის ოქტომბრიდან 1855 წლის სექტემბრამდე. ამაში მონაწილეობდა მოკავშირე ქვეყნების კოალიცია, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთი, ოსმალეთის იმპერია და სარდინია. ქალაქის ალყა და დაბომბვა, რომელსაც რუსები ცდილობდნენ დაეცვათ გარშემო უზარმაზარი ბასტიონების რგოლის აშენებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ, ყინვამ და შიმშილმა მოკავშირე ძალებზე ძიმე გავლენა მოახდინა, ისინი საბოლოოდ გამარჯვებულებად გამოვიდნენ. დარჩენილი რუსები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ. 1920 წელს კივი მიიღო ანტიბოლშევიკური თეთრი არმიის ბაზა რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. დაშლილი ძალების ნარჩენები ცდილობდნენ პერაკოპის ისთმუსის დაცვას. ვიწრო ხმელეთის ზოლი, რომელიც ნახევარკუნძულს აკავშირებს მატერიკთან, წითელი არმიის შემოტევის წინააღმდეგ. მათ შეძლეს საკმარისი დრო მოეგოთ დაახლოებით 150,000 ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირისთვის, რათა ისინი ზღვით გაქცეულიყვნენ სტამბოლისკენ, მაგრამ საბოლოოდ მოწინააღმდეგის უზარმაზარი ძალის წნეხს ვერ გაუწვეს. მეორე მსოფლიო ომმა კიდევ ერთი მაგალითი მოგცა იმისა, რომ სულაც არ იყო რაიმე შეუღწევადი ციხესიმაგრე. ყირიმი სინამდვილეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესანარჩუნებელი ადგილია. 1941 წელს, როდესაც ღერძის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი სახმელეთო გზები გადაკეტეს, საბჭოთა ჯარები სევასტოპოლის პორტულ ქალაქში უკან დაიხიეს. გერმანელებმა წლის მეორე ნახევარში ქალაქის აღების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს. სანამ საბოლოოდ არ დააგროვეს უზარმაზარი ძალა და არ დაბომბეს სევასტოპოლი, მძიმე სარკინიგზო ქვემეხებითა და ლუფტვაფეს ავიაიერიშებით. 1942 წლის ივლისისთვის საბჭოთა კავშირის თავდაცვითი ხაზები თითქმის მთლიანად დაინგრა. 10,000-ობით ჯარისკაცი ან მოკლეს, ან ტყვე დაიყვანეს და ღერძის ძალებმა ყირიმის კონტროლი დაამყარეს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1944 წელს, საბჭოთა კავშირმა კვლავ დაიბრუნა კონტროლი ნაცისტების ტაქტიკის გამეორებით. ჯერ ხმელეთზე მოთხვიტეს გერმანული არმია, შემდეგ კი დიდი რაოდენობით მძიმე ცეცხლი მიიტანეს თავად სევასტოპოლზე. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები განსხვავდება, ამ მაგალითებიდან ბევრი ხაზს უსვამს ისეთ ადგილას, როგორიცაა ყირიმი, კონტროლის შენარჩუნების არსებით სირთულეებს. და ეს სირთულეები საბოლოოდ ერთ მარტივ რამეზე დაიყვანება. რაღაც, რასაც ვერც კი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ვერასდროს შეძლებენ სრულად აკონტროლო. გეოგრაფია. ყირიმის უნიკალური გეოგრაფია მისი ყველაზე დიდი სიძლიერეცაა და ყველაზე დიდი სისუსტეც. ის ბუნებრივად დაცულია დიდი წყლის მასებით აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან მაგალითად. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ხმელეთით მისვლა უკიდურესად შეზღუდულია. 1000 წლის განმავლობაში ყირიმში ხმელეთით შესვლის, ან იქიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ჩრდილოეთიდან იყო, უკრაინის სამხრეთ რეგიონების გავლით. და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძული გარკვეული რესურსებით მდიდარია, ის თვითქმარი არ არის. ნებისმიერ ძალას, რომელსაც მისი კონტროლი სურს, ყოველთვის უწევდა გზების პოვნა, რომ რეგიონში შეეტანა საკვები, საწვავი, წყალი და სხვა მარაგები. ეს არის მთავარი მომარაგების ხაზები. ბევრ შემთხვევაში ისტორიის განმავლობაში დამპყრობელი ძალები კონცენტრირდებოდნენ ამ ხაზების გადაჭრაზე, რათა ეფექტურად გაეხადათ ყირიმი მტრისთვის უკონტროლო. როგორც კი საკვებისა და საწვავის მიწოდება შეწყდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ოკუპანტ ძალას არ მოუწევს თეთრი დროშის აფრიალება ან უკან დახევა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ზუსტად იგივე სცენარი.
კლავ და კლავ. ნახევარკუნძულის იზოლაცია წინ უსწრებდა მის დამცველთა დამარცხებას. არ ქონდა მნიშვნელობა, რამდენად მაღალი იყო მათი ციხესიმაგრის კედლები. რამდენი გამაგრება ქონდათ მოწყობილი, რამდენი თხრილი ქონდათ გათხრილი, ან რამდენი ბუნკერი აშენებული, ან რამდენად კარგად იგერიებდნენ მტერს, რომელიც ძალიან ახლოს მევიდოდ. მათ ყოველთვის მოუწევდათ თანებება ბოლოს, თუ რესურსები ამოიწურებოდათ. და იგივე ისტორიული გაკვეთილები დღესაც ძალაშია. მას შემდეგ რაც ყირიმზე კონტროლი გამოაცხადა, ვლადიმირ პუტინს როგორც ჩანს სჯეროდა რომ რთული ნაწილი უკვე დასრულებული იყო. რეალურად კი, ყველაფერი მხოლოდ ეხლა იწყებოდა. ნახევარკუნძულის დაკავება სინამდვილეში არასდროს ყოფილა იმდენად რთული. მისი შენარჩუნება ნამდვილი გამოწვევა. გარკვეულწილად პუტინი როგორც ჩანს, ამას ხვდებოდა. ისტორიულმა მოვლენებმა სავარაუდოდ გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, კერჩის სრუტის ხიდის აშენება დაებრძანებინა. ეს 12 მილიანი, 19 კილომეტრიანი საინჟინრო მიღწევა, რომლის აშენებაც თითქმის 4 მილიარდი დოლარი დაჯდა. ყირიმის აღმოსავლეთ წვერს რუსეთთან აკავშირებდა. ამან ახალი გზა გახსნა ნახევარკუნძულზე და ნახევარკუნძულიდან. როდესაც მან 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაავალა, პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავარ რეგიონებზე, რომლებიც მას სჭირდებოდა რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელი, ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფნის სრული კონტროლის დასამყარებლად. ესენია დონეცკი, ზაპორიჟია და ხერსონი. ლოგიკა აშკარად ჩანდა. თუ პუტინი აკონტროლებდა ტერიტორიებს ყირიმის გარშემო, ტერს არ ექნებოდა საშუალება. იქნება ეს უკრაინა თუ თუნდაც ნატო, რომ მოეჭრათ მომარაგების ხაზები და რეგიონი იზოლაციაში მოექციათ. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. შემდეგ უკრაინამ ახალი სტრატეგია იპოვა. სტრატეგია, რომელმაც მას საშუალება მისცა, გაეწყვიტა ყირიმის კავშირები ისე, რომ ხერსონის ან ზაპოროჟიეს მსგავსი ტერიტორიების კონტროლიც კი არ დასჭირებოდა. სტრატეგია, რომელიც გამოვლინდა Middle Strike-ის კამპანიის სახით, რომელიც 2026 წლის აპრილის დასაწყისში დაიწყო. და გულისხმობს იმას, რომ უკრაინული ძალები იყენებენ ერთჯერად დამთმელ დრონებს, რათა დაარტყან სატრანსპორტო მარშრუტებსა და ლოგისტიკურ კვანძებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს ყირიმის მომარაგებისთვის. მას შემდეგ, რაც კამპანია დაიწყო, ჩვენ ხედავთ კრემლის სამხედრო ლოგისტიკაზე თავდასხმების რაოდენობის ზრდას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ეგრეთ წოდებული ნოუროსიის გზატკეცილზე, მთავარ გზაზე, რომელიც საერთაშორისო საზღვრიდან ყირიმამდე გადაჭიმულია და წლების განმავლობაში იყო მთავარი არტერია. რუსეთი მას იყენებს ჯარის, სამხედრო ტექნიკის, საკვების, საწვავის და სხვა რესურსების ნახევარკუნძულზე გადასატანად. იმავე გზატკეცილს რუსმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ბლოგერებმა მას შემდეგ სიკვდილის გზატკეცილი შეარქვეს. უკრაინის დრონების თავდასხმების სიმძაფრისა და ეფექტურობის გამო, რამაც სატვირთოები ცეცხლში გაახვია და მთელი კოლონები გაანადგურა. უკრაინა ასევე კონცენტრირებულია ნახევარკუნძულთან ყველა სხვა კავშირის გაწყვეტაზე. მუდმივად უტევს და ემუქრება კერჩის სრუტის ხიდს. ამავდროულად ანადგურებს რუსეთის სარკინიგზო ბორანებს და ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტის ხომალდებს, რომლებიც ყირიმისკენ მიემართებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, იმის ნაცვლად რომ წამოიწყოს ძვირადღირებული სახმელეთო შეტევა, რაც შეიძლება მასიური დანაკარგებით დასრულდეს და უკრაინა სხვა მიმართულებებზე დაასუსტოს, ფრონტის ხაზებზე. კიევის ძალებმა ამის ნაცვლად გონივრულად გამოიყენეს მათი მუდმივად მზარდი დრონების არმია, რათა რუსეთს მაქსიმალურად გაურთულონ ყირიმის მომარაგება ან გაძლიერება. პირველი შეხედვით ასე შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ როგორც აშშ-ს არმიის გადამდგარი ოფიცერი, გენერალი ბენ ჰოჯესი, ცოტა ხნის წინ განაცხადა გლობალური გემბიტის ინტერვიუში. ეს ფაქტობრივად კლასიკური ალყის ტაქტიკაა. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ უკრაინამ მტკიცედ ისახავს მიზნად ნახევარკუნძულის იზოლაციას, მისთვის აუცილებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რუქტულის მიზანში ამოღებით. შედეგად, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური განმარტავს, რომ ბევრი ადამიანი ტოვებს ამ ტერიტორიას. არა მხოლოდ უკმაყოფილო, იმედგაცრუებული დამსვენებლები, არამედ ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენელიც კი ადამიანები აცნობიერებენ, რომ ყირიმი ასე თქვათ მახედ იქცევა და ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას. და ერთი რუსი ოფიციალური პირის თქმით, პუტინი შესაძლოა უკვე შეეგუა იმას, რომ ნახევარკუნძულზე კონტროლი დაკარგა. მაგრამ სანამ ზუსტად განვიხილავთ რა ითქვა, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს და თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს საჯაროდ არ უღიარებია კრიზისი ყირიმში და კრემლი კვლავაც იყენებს თავის კლასიკურ პროპაგანდისტულ ტაქტიკებს სიტუაციის სიმძიმის დასნიკნებლად, ერთი ექსპერტი, მოსკოვში დაბადებული ეკონომისტი იგორ ლიფსეტი, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე ახორციელებს ყირიმიდან გასაქცევ გეგმას. ინტერვიუში მარკ ფეიგენთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი, რომელიც დღეს ადამიანის უფლებების დამცველად მუშაობს. ლიფსეტმა განაცხადა, რომ პუტინი უკვე იწყებს ყირიმიდან გასვლას და ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად საზოგადოებისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამს. მან განმარტა, რომ პრეზიდენტს არ აქვს განზრახვა, ორგანიზება გაუკეთოს ჰუმანიტარულ ევაკუაციას ან მწვანე დერეფანს იმ რუსებისთვის, რომლებიც ყირიმში დარჩნენ და ვერ ტოვებენ ტერიტორიას. რადგან კრემლისთვის ძალიან დამამცირებელი იქნებოდა უკრაინისთვის ეთხოვა, შეეჩერებინა დართმები, რათა ევაკუაცია განხორციელებულიყო. ამის ნაცვლად, მოსკოვი აპირებს ამ საკითხზე დუმილი შეინარჩუნოს და შემდეგ უკრაინას გადააბაროს ბრალი, როცა გარდაულა ადამიანები დაიღუპებიან რეგიონში სწრაფად დამძიმებული და სულ უფრო საშიში პირობების გამო.
ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადამიანები უნდა ევაკუირდნენ და ვინც შეძლებს, ხიდით უნდა დატოვოს ტერიტორია. ეს აშკარაა, მაგრამ ასე არ მოხდება. პუტინი იტყვის, რომ ხალხი უკრაინის გამო დაიღუპა. მას არ აინტერესებს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდება ყირიმში. იქნება ეს ბავშვები თუ მოხუცები, მედიკამენტების, ელექტროენერგიის ან მოქმედი საავადმყოფოების არარსებობის გამო. ის თავის ომს ებრძვის და ჩვეულებრივი რუსები მისთვის ადვილად გასაცირები არიან. იმავე ინტერვიუს დროს ლიფციცმა ასევე შეადარა ყირიმში არსებული მდგომარეობა ალყას, განაცხადა, წყლის დეფიციტია, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება არასტაბილური გახდა უკრაინის წარმატებული დარტყმების შემდეგ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გარდა ყირიმის ხიდისა, კომუნიკაციები ძირითადად გათიშულია. ყირიმიდან გამავალი მანქანების რიგები რეკორდულ დონეზეა. რუსებმა მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ დაუყოვნებლი უნდა წავიდნენ. ეს ერთდროულად შემაშფოთებელიცაა და აბსურდულიც. ეს აჩვენებს ძალიან დაბალ ცნობიერების დონეს რუსეთში. მართლაც 2026 წლის ზაფხულის დასაწყისამდე რუსის საზოგადოება ძირითადად მიიჩნევდა, რომ ყირიმი სრულიად უსაფრთხო იყო. ბევრმა იქ ზაფხულის თბილ თვეებში დასასვენებლად დაჯავშნა არდადეგები. იმ იმედით, რომ ისე ამოვნებდნენ ნახევარკუნძულის დამამშვიდებელი კურორტებით, სპასა და პლაჟებით, მაშინ როცა ასობით ათასი რუსი გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის უკანონო ანექსიის შემდეგ მუდმივად გადავიდა ყირიმში. ამ ადამიანებიდან ბევრმა ეს გადაწყვეტილებები პუტინის ნათქვამზე დაყრდნობით მიიღო. მან თქვა, რომ ყირიმი იყო და სამუდამოდ დარჩებოდა რუსეთის ნაწილი. მან განაცხადა, რომ ეს იყო უსაფრთხო ადგილი, რომელიც თავის მშობლიურ ნავსაყუდელს დაუბრუნდა და აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს ეწვიათ ნახევარკუნძულს, შეეძინათ იქ სახლები, დაეწყოთ ბიზნესი და ასე შემდეგ. ხალხმა მას დაუჯერა. ამიტომ მასობრივად მიაწყდნენ ყირიმს. ეხლა კი ისინი ხდებიან თავიანთ შეცდომას, მაგრამ ბევრისთვის უკვე ძალიან გვიანია. რა თქმა უნდა, უკრაინა პირდაპირ სამოქალაქო პირებს არ ესხმის თავს. რუსეთივით არ იქცევა. ის განზრახ არ ბომბავს ადამიანების სახლებს და არაფეთქებს საავადმყოფოებს, ეკლესიებსა და სკოლებს. თუმცა, რეგიონისთვის მომარაგების ხაზების გადაჭრით, კიევის ძალები ამ ადგილას ცხოვრებას ბევრად უფრო ართულებენ, არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც. რეგიონის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივებს ძირითადად აეკრძალათ საწვავის შეძენა, რადგან საწვავის ასეთი დეფიციტი და ბევრ სახლსა და ბიზნესს ხშირად უწევს ელექტროენერგიის გათიშებსა და წყლის დეფიციტთან გამკლავება. შედეგად, ბევრი რუსი, რომელიც ყირიმში ცხოვრობს ან ისვენებს, სასტრაფოდ ტოვებს რეგიონს. კერჩის სრუტის ხიდისკენ კილომეტრიანი მანქანების რიგები წარმოიქმნა და უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს პოსტებს, რათა გამოხატოს თავისი შიშები და იმედგაცრუება. მათ მოუწოდებენ თანამოქალაქეებს დატოვონ ან შორს დარჩნენ ყირიმისგან და პუტინს პირდაპირ აკრიტიკებენ მისი აშკარა უმოქმედობის გამო. კიდევ ერთხელ, ჩვეულებრივი ადამიანები იტანჯებიან თავიანთი პრეზიდენტის ქედმაღლობის გამო. პუტინს შეუძლია ამაზე რაიმე გააკეთოს. მას შეუძლია ჯარები და რესურსები გადაამისამართოს ყირიმის ევაკუაციის დასახმარებლად. მას შეუძლია ღიად აღიაროს პრობლემა და ხალხს უთხრას, რომ ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. მას შეუძლია ღირსეული ნაბიჯი გადადგას და შექმნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა უზრუნველყოს, რომ მისმა ხალხმა უსაფრთხოდ დატოვოს ტერიტორია. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სავარაუდოდ არც გააკეთებს. ამის ნაცვლად ის კვლავ შერჩევით დუმს. იმ იმედით, რომ რუსეთის დანარჩენი ნაწილი ვერ შეამჩნევს, როგორი ჯოჯოხეთი გახდა ყირიმი, ის ეკრნობა თავის ნაცნობ ტაქტიკას, ტყუილებსა და პროპაგანდას, რათა კრიზისი დაფაროს. თუმცა, როგორც აღნიშნა დოქტორმა ორხან დრაგაშმა, სერბმა უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, კიევ პოსტისთვის დაწერილ სტატიაში, ტელევიზიას შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ ყირიმი რუსეთისაა, მაგრამ მას არ შეუძლია სტაბილურობა მიანიჭოს ენერგოსისტემას, შეავსოს საწვავის ავზები, უზრუნველყოს რეგულარული მიწოდება, შეამციროს რიგები ხიდზე, ან დაარწმუნოს ოჯახები დარჩნენ იქ, სადაც აღარ სჯერათ, რომ უსაფრთხოდ არიან. 2014 წლიდან რუსეთის მთავრობა ყირიმს იყენებდა როგორც უმაღლეს პოლიტიკურ სიმბოლოს. ეს იყო პუტინის გვირგვინის ძვირფასი ქვა და ანექსია იმისა, რასაც ის უწოდებს, ჩაუძირავ ავიამზიდს. წლების განმავლობაში მის უდიდეს ტრიუმფად მიაჩნდა. მაშინაც კი, როდესაც უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთის კონტროლი ყირიმზე არასდროს ჩანდა, რომ ეჭქვეშ დადგებოდა. ასეთ ადგილებს, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი, კონფლიქტის ზონებად და საბრძოლო ველებად აღწერდნენ. მაგრამ ყირიმი რჩებოდა მშვიდ, სტაბილურ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ულამაზეს საკურორტო ადგილად და რუსეთის შესაძლებლობის სიმბოლო, არამხოლოდ ტერიტორიის დასაპატრონებლად, არამედ მისი შესანარჩუნებლადაც. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდა ეს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში, პუტინს ალბათ წარმოედგინა თაობები რუსებისასა, რომლებიც მის სახელს უმღერებდნენ და მის მემკვიდრეობას იზეიმებდნენ. მას შემდეგაც კი რაც ის აღარ იქნებოდა, ისინი შავი ზღვის პლაჟებზე კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში განაგზობდნენ ნებიურობას. უკრაინამ ეს ოცნება 1000 ნამსხვრევად აქცია. და პუტინი მიწაზე დააბრუნა თავისი გამორჩეული Middle Strike-ის კამპანიით. წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით, მან ყირიმის ომის მოკავშირეთა კოალიციის კვალს გაჰყვა. რუსეთის სამოქალაქო ომის წითელი არმიის და მეორე მსოფლიო ომის ღერძის ქვეყნებისა ნახევარკუნძულის იზოლირება, მისი მომარაგების შეჩერება და მისი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდა. და მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი ამას აღიარებს თუ არა. ფაქტები ადგილზე თავად ლაპარაკობს. ლოგისტიკა ვერ მუშაობს, რესურსები არ გადაადგილდება, ხალხი პანიკაშია. და ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ სიტუაცია მალე არ გაუმჯობესდება.
სინამდვილეში დიდი ალბათობით ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. უკრაინას აქვს საჭირო იარაღი, რომ გააგრძელოს თავისი კამპანია და უკვე დაიწყო შეტევების გაძლიერება. მაგალითად, ივნისში გაცილებით მეტი თავდასხმა დაფიქსირდა ვიდრე მაისში. მან ასევე ააფეთქა რამდენიმე ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი, რომლების გამოყენებასაც რუსეთი ცდილობდა ყირიმში ზღვით მარაგების გადასატანად და აშკარად აქვს შესაძლებლობა, რომ დაარტყას, ან თუნდაც გაანადგუროს კერჩის სრუტის ხიდი, თუ ამას გადაწყვეტს. ომის ადრეულ წლებში ნახევარკუნძული მხოლოდ უსაფრთხო ადგილი არ იყო, სადაც რუსები დასასვენებლად მიდიოდნენ. ის ასევე იყო მასიური სამხედრო ლოგისტიკური კვანძი. სამხრეთის ბაზა, საიდანაც კრემლის ძალებს შეეძლოთ შეტევები დაეწყოთ ხერსონზე და ზაპორიჟიაზე, ან გაეშვათ რაკეტები და დრონების ჯგუფები უფრო ღრმად უკრაინის ტერიტორიაზე. მაგრამ ეხლა ასე აღარ არის. როგორც ამბობს დოქტორი დრაგასი, უკრაინამ ყირიმი უსაფრთხო ზურგიდან მუდმივად დაუცრელ სივრცედ გადააქცია. და ეს არ შეჩერდება, რაც გვიტოვებს ერთ მარტივ კითხვას. რას გააკეთებს შემდეგ პუტინი? ლიფსიცის და სხვების თქმით, ზეწოლა შესაძლოა საბოლოოდ იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვეღარ გაუძლოს მას. დრაგასი მიიჩნევს, რომ ის შეიძლება სცადოს კრიზისის დაყოფა მცირე საბაბების ჭაჭვად. რეგიონში დივერსიებსა და ტექნიკურ გაუმართავობებზე ყალბი ამბების გავრცელება ადგილობრივ ადმინისტრაციას დაადანაშაულებს, რომ ვერ უზრუნველყოფს სათანადო ზრუნვასა და კონტროლს. და საბოლოოდ უკრაინას დააბრალებს, რომ სასტიკად ესხვის თავს უდანაშაულო რუს მოქალაქეებს რეგიონში. ასე მოქმედებს პუტინი. ის ეძებს კანტევების ვაცებს და ცდილობს, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს ბრალი საკუთარი თავისგან. ეს შეიძლება იმუშაოს რუსეთის მოსახლეობის ზოგიერთ ნაწილზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს 100,000-ობით ადამიანზე. თვითონ ყირიმში, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ, როგორ უარესდება მათი ცხოვრება. ადამიანები, რომლებიც განიცდიან ელექტროენერგიის გათიშვებს და სათვავის დეფიციტს, ოჯახები, რომლებიც ვეღარ ანთებენ შუქს, ან საკმარისი საკვები აღარ აქვთ, რომ თავი ირჩინონ, და დამსვენებლები, რომლებიც თავიანთმა პრეზიდენტმა მოატყუა და უნებლიეთ დაჯავშნეს მოგზაურობა საომარ ზონაში. როგორც დოქტორი დრაგასი ამბობს, პუტინის ყირიმის ამბავში ყველაზე დიდი სისუსტე თავად დაპირების ბუნებაშია. მან უბრალოდ კი არ თქვა, რომ ყირიმი დროებით ოკუპირებული ან სადაო სამხედრო ზონაა. მან თქვა, რომ ყირიმი სამუდამოდ რუსეთისაა. ეხლა ამ სიტყვებმა მას უკან დაუბრუნდა და პრობლემა დექცა. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ რუსეთის პრეზიდენტის წინაშე მდგარი უთვალავი კრიზისის შესახებ ამ ვიდეოში. ხებ ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს, თუ როგორ არის რუსეთის საომარი ეკონომიკა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ და სწრაფად უახლოვდება სრული კოლაფსის ზღვარს. ან კიდევ, იხილეთ ეს ვიდეო, სადაც დეტალურადაა განხილული, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ რუსეთისთვის ერთი პატარა უკრაინული სოფლის აღება სრულიად შეუძლებელი იყო, რაც ქვეყნის სამხედრო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ მარცხს წარმოადგენს. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა მიიღოთ მეტი სასტრაფო სიახლე და სიღრმისეული ანალიზი რუსეთისა და უკრაინის ომისა და სხვა გლობალური კონფლიქტების შესახებ.